ქალაქს ყავს ადამიანები, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით, საქმიანობით, ჩაცმის სტილითა და გარეგნობით თანაქალაქელების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ხშირ შემთხვევაში ისინი თავიანთ კრეატიულ მინისამყაროს თვითონვე ქმნიან. დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, არტემედის განამღები ჯგუფის სტუმრად იმყოფება მერაბ ქაჯაიას იგივე პიკასოს სალონში, ვინც ამ გარემოში ერთხელ მაინც მოხვედრილა, აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ოთახში განთავსებულ ნივთებსა თუ კედლებზე გაკეთებულ წარწერებს, რომლებიც უამრავ კეთილ სურვილსა და სტუმრების მოსაზრებებს იტევენ. ეს ოთახი წლების განმავლობაში იქმნებოდა. ძალიან მაინტერესებს, რას ნიშნავს შეთვის ეს გარემო? ეს გარემო ჯენ ვკითხავთ მეგობრებსაც, სტუმრებსაც და შემდეგ ჩემ თავისთვისაც დამისვია ჯენ შეკითხვა. ძირითადად მე ასე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი სულის გამონახატი, ასე რა ვთქვათ, ჩემი სამყარო, მოკლედ. შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ის სამყარო, ის სული, რომელიც ჩემში დევს. ესეთი გარემოს მქონდა ყოველთვის. შემდეგ ჯარში ვიყავი, იქაც ესეთი ოთახი მქონდა. ჯარის შემდეგ უნივერსიტეტში, მაშინ პედაგოგიაში იქაც ჩემი ოთახი მქონდა. და აქ სადაც ვიზრდებოდი და შემდეგ უკვე მამის ოჯახში გადავედი და ეს დედულეთია, როგორც უძახიან. აქაც უკვე შეიქმნა ესეთი გარემო. ესე იგი ყველგან სადაც დავდივარ, მიწევდა. შენ სამყაროს. ყველაზე მშვიდად თუ რამე შემიფნია, თუ რამე გამეკეთებია, აქ ხდება, აქ არის მუზა, ჩემი მეგობარი, რომელიც აქ ცხოვრობს. პიკასოს აზრით, თავისუფლება ადამიანისთვის თითქმის ყველაფერია. ვერ ვიტან, როდესაც თავისუფლებას მიზღუდავენ. პირველ სკოლაში, ვიყავი ძალიან ყოველთვის მორჩილი, წყნარი, თითქოს, მაგრამ მე ამბოხია. ვერ ვიტან, როცა პედაგოგია ესეთი სიმკაცით გეკცევა და მეგობრული დამოკიდებულება მიზიდავდა ყოველთვის. ეს გამყვა მე ყველგან. არ ვიცი საიდან ხდებოდა, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ვერაფრით ვერ ხვდებოდი ეს მაინც მინდა ვთქვა, რომ მოკლედ კონკრეტულად კომუნისტური რეჟიმი ჩემთვის იყო რაღაცა მიუღებელი და სულ ამაზე მქონდა პრობლემა. თქვენი ეს ეპატაჟური იმიჯი, რამდენად პიროვნულია თქვენთვის, უბრალოდ ეს მოგწონთ, რომ ეპატაჟური ხართ თუ უბრალოდ შინაგანად ხართ და სხვანაირად არ შეგიძლია? სხვანაირად არ შემიძლია, მე თმები რო შემწრეხა ხო, მოდი ასე ვქო, თლინათ თეზებო. ასე მგონია თმები დაკავშირებული ვარ თელ სამყაროს. ხა როგორი ასახსნელი, ახლა დაждდა და ყველას უსნავ. როგორ გითხათ, მე ამის გარეშე გონია რომ ვარ სხვა პიროვნება. შევეცადე თათამ თხოვა, მამაჩემი 5 წელი არ მელაპარაკებოდა ამის შესახებ, იმიტომ რომ ქუთაისში თემის მოშვება, კითხავთ ახლა როგორ ასოცირდებოდა შემდეგ. და ესეთი მომენტი, მაგრამ მისი თხოვნით შევიჭერი, ცუდად ვიყავი. ფერების სამყარო ბავშვობიდანვე იზიდავდა. სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ამ მხრივ აკადემიური განათლება, ოცნებად დარჩა. თუმცა ხელოვნებისათვის არასოდეს უღალატნია. პატრაობიდან ხატავდი, ბავშვობიდანვე მახსოვს და მაშინ ვიყავი საოცრ მერვე კლასში, როდესაც მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში უფრო მეშვიდე კლასში. ეს იყო მაშინ მე-12 სკოლა არის ახლა ბალახვანში, იქ არის დანგრეული შენობა, ხანდახან გავილი იქ და შევდივარ აი ნანგრევებში, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვდება. და მიკატარებული წლები ჩემთვის იყო, რა თქმა უნდა, აი ხატვა ძირითადად სკოლა გავიარე იქ, მაგრამ იქ იყო 4 წლიანი, მე დავამთავრე 3 წელიწადში, იმიტომ მონაცემებით მეტი მქონდა და სულ მიწინასწარმეტყველებდა ბატონი რეზო, რომ შენოდა ხიდაშელი, იყო ესეთი კარგი ხატვარი იყო ჩემი მეგობარი, აი თქვენ ჩააბარეთ აკადემიაში. ვერ მოხვდით აკადემიაში, რაში თქვენი რეალიზება
აი ამ კუთხით როგორ მოახდინეთ? არა, იცოდნა, რომელიც მე მჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მივიღე და ეხლა 4 წელი მასურაჯაში, ანუ 3 წელი უფრო ცოტა გატარებული, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პროფესიონალური კიდევ სხვა არის. თბილისში სხვა დონეა, ყოველთვის ყველანაირად, ახლა ამას რა თქმა უნდა, როგორც წავლით, როგორც ყოფა ცხოვრებით და როგორც აზროვნებით, იმიტომ რომ მაინც ევროპასთან ახლო ქვეყანა ვარ. ახლა რამე და ამეთი თქვა, რა თქმა უნდა, ახლა მე ხატვარი უნდა იყო პროფესიით, რა თქმა უნდა, ვარ ხატვარი, კი, როგორ არა და იწერება კიდევაც, სულ აწერენ როცა რაღაც ვაკეთებ და ესა თქვენც ბძანეთ რომ ან ტელევიზიით ხატვარი სპეციალობით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემ თავს ესეთი, მაგრამ მე დამთავრებული გაგეცინებთ ახლა ალექსანდრე წულვიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ახლა უნივერსიტეტად გადაკეთებული. მე რა შენახული გაქვთ თქვენი ნამუშევრები? აი, რასაც ხმიდით და რა შემოქმედება იყო? სურათები ყველაფერი შენახული. თეთრხიდზე პიკასოს ბიჭი. ძველ ფოტოატელიესთან ილო ფოტოგრაფის ძეგლი. 48 ნამუშევრიდან ავტორმა მხოლოდ 2 პერსონაჟის გაცოცხლება შეძლო. მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ბევრი საინტერესო პროექტი. გქონდათ, ზოგი განახორციელეთ კიდე. მოდი, ორი განახორციელე აქედა. დიახ, მოდით ვისაუბროთ ამ პროექტებთან დაკავშირებით. ნუ მრავალფეროვნია, მოკლედ ეთქვით, როგორც ხატვაში, როგორც პროექტებში, როგორც გამიტაცა ასევე კინოხელოვნება, ანუ დოკუმენტალისტობა, ესე იგი მეორე ახსე ქონდა თანამშრომლობა და შეეხება თვითონ პროექტებს, ეს ბუნებრივად ხდება. მე გითხართ, აი, როდესაც კომპოზიციას ვქნე, წინასწარ არ გეგმა. უცებ მოვა მუზა, ვიწყე რაღაცას ვაკეთებ, ან თუნდაც ხატვაზე ხატავ, არ ხატავ აზიარა. ამთავრებ და მე აი როგორც თქვენ უცხო თვალი ეს ამ ყველაფერს ვაკვირდებ. ნახე ის ძეგლი თეთრხიდზე, სადაც ამ ბიჭს დახატული ქონდა ულუაშები და რა ვიცი. ნუ დამახინჯებული იყო რა ეს ძეგლი. როცა აზიანებენ იმ ქალაქის მესვეურები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ხო? ჩვენი თანაქალაქელები. არა მარტო ჩემს ნამუშევრებს. როგორ მოქმედებს ეს თქვენზე? აი. არა მარტო ჩემს ნამუშევრებს, მე ძალიან გულიმტკივა ეხლა თუ შეგიძლიათ აქედან გაიაროთ, ოპერა გაკეთე და ყველა სინათლე ჩამდრეული. აი მაგას აკეთებ, ხო? რატო ამ? რამდენად თქვენ გეკითხეთ, მეგობრებო, რატო ამ? ამნაირი უაზრო რატო ხარ? აი აკეთებენ და შენ ამტვრებ. მაგრამ განათლება არ აქვს და ალბათ ოჯახში არ იზრდება. ხშირად საკუთარ ქალაქში თავს უცხოდ გრძნობს. მიაჩნია, რომ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობს, ბოლომდე ვერ უგებენ. ადამიანი, რომელსაც მისი ყოველთვის ესმის, მისი მეუღლე და უახლოესი მეგობარი თათაა. ოჯახში როგორ ხდება? მაგალითად, დედაჩემთან წყებაგული, სხვადასხვა ზამთრული ხალია, შინაგანად კი გასაგები, მაგრამ ვერ მიგებს. სხვანაირი აზროვნების არის, სხვანაირი პოლიტიკური შეხედულებაც სხვანაირი რა, ამ დროს შეიძლება ფიზიკურად რაღაცათი წამყავდე. იგივე იყო მამაჩემიც, ძალიან დიდი კაცი იყო, ძალიან დიდი ხელოვანი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა თეატრს. ყველას ადამიანს თავისი შეხედულება და თავისი აზრი აქვს. მე ვარ ძალიან გასხვავებული და ჩემი შეხედულებები გამაჩნია. ჩემი აზრი გამაჩნია ყველაფრის მიმართ და ძალიან ძნელად ეგუებიან. ერთადერთი ვინც მიგებს ამ ქვეყანაზე, ესაა ჩემი ქართულად მეუღლეს ეძახიან, მე მას არ უწოდებ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, თათა და უთხარი რომ შენ როცა ჩემი მეუღლე გახდები, ჩვენი ურთიერთობაც იქ დამთავრდება. ერთადერთი ადამიანი რომელიც მიგებს და ძალიან გული რომ უნდა, როცა ვერ მიგებს, იმიტომ რომ გონია რომ ყველაზე მეტად ის უნდა მიგებდეს. აი, ახლა მირეკავს თვითონ ჩემი მეგობარი, თუ შეიძლება თქვენ გებართით. ბატონო გადაცემის ჩაწერის პროცესში თათაც შემოგვიერთდა. ხელოვან ადამიანთან ცხოვრება რამდენად რთულია? საკმაოდ რთულია, მაგრამ მე რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პიკასოსთან ერთად მეცხოვრა, მე ვიცოდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა. ძალიან თბილია, ძალიან მოსიყვარულია, მზრუნველია. აი შეიძლება ძალიან უყვარს რაღაცა დაუშვათ პრობლემა გაქვს, რაღაცა გაწუხებს, ფიზიკურად გაწუხებს, რაღაცა ავათხარ, ხო? აი ძალიან იცის მოვლა, წავა, წამალი იქნება, რა იქნება და სულ ვიცი თქვა რომ მირჩევნია შენ მომიარო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია იმდენად გემრიელად ხო როგორც ამან იცის.
მაგრამ ასევე შეუძლია უცებ ისეთ რაღაცაზე აფეთქდეს, რაზეც წარმოდგენაც არ მაქვს, რომ შეიძლება გაბრაზდეს. ხო, აი არის მომენტი კიდე დავუშვათ, რომ რაღაცის მნიშვნელობა ჩემთვის რომ ვფიქრობ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მაქვს სათქმელი, უცდი პერიოდს. რომ ახლა არ შეიძლება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც იმ შედეგს ვერ მივაღწიო, რაც მე მინდა. არის მომენტი, რომ ესე სხვათა შორის თქვა, ის ძალიან რაც რთული მგონია, მაგრამ ძალიან ლაითად გადაიტანოს და ესე იგი მომენტებს ურჩევთ. ხო, და ეგუებით. კი. პიკასოს სალონისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ? აქ არის ზოგიერთი ისეთი ნივთი, რომელიც მეუღლისთვის ვფიქრობ მიუღებელია. ხო? როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ინსტიტუტშიც ასე იყო, თავისი კუთხე ქონდა თავისი რაღაცეებით და ეს ახლა რა ვიცი, არ მიმაჩნია, რომ რაღაცა საპანიკო მჭირს. არა. რანაირი კატეგორიის. იმიტომ რომ მე მგონი ვფიქრობ ეს სამყარო თქვენ ორივემ შექმნით აქ, ხო? ხო, რაღაც იმ დროს ორივეს მეგობრები არიან. რანაირი კატეგორიის მეგობარიც არ უნდა დავხდეს. აქ მე არ მქონია რაღაც ეჭვიანობის და გაგიჟების მომენტი. ნუ იყო ახლა პერიოდულად რაღაცები არ მომწონდა, მაგრამ ხო, ნუ რა ვქნა ახლა. ხო, მაგრამ მაინც ხოც რო გჯერა და მშვიდად ხარ, ნუ მშვიდად. ხალათით არასდროს არ მეღალატია. ეს ვიცი. და როგორი мама? ძალიან თბილი мама. ნუ მე რომ მგონია რომ რაღაცას მე არ გაგიკეთებ ხო რო ვიტყვი ეს გაუკეთებს დამბილად. მეუღლის გარდა ადამიანები, რომელთა გარეშეც 1 საათითაც კი ვერ ძლებს, მეგობრებია. მათზე საუბარი ერთი ზოგადი კითხვის გარშემო ვერ წარმოუდგენია. მისი აზრით, ამ თემას სასურველია მთელი გადაცემა მიეძღვნას. ისინი მისი ხშირი სტუმრები არიან და მაშინაც კი, როცა სალონში მარტოა, მათი კეთილი სურვილების და ჩანაწერების გარემოცვაშია. პიკასო მეგობრებმა ხატვისადმი დიდი სიყვარულის გამო შეარქვეს. არტკამერის მცდელობის შედეგი შეგვექმნა ჩვენი ერთ-ერთი თანაქალაქელის პორტრეტი ტელემაყურებლისთვის მიგვინდია. თუმცა ვინ არის პიკასო, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ პიკასომ იცის. ვინა ვარ მე, ცოტა ნაესახმე, იმიტომ რომ ყველას ადამიანს ალბათ თავისებურად აფასებ. მე ახლა ვისთვის ვინ უნდა ვიყო? ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემ თავს ფილმებით ვნახულობ. ხან ამხედრებული მაგალითად ვოისება, ხან როგორ ვითხათ, ხან ტორნადოების ფილმებზე საერთოდ როგორ ვითხათ, აი ახლაც შინაგანად ცუდად ხვდები, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრებისეული ფილმები, რომელიც რეალობაში ხდება ადამიანებში და არა რაღაც გალამაზებული და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ამბობ, ჩემი რელიგია არის სიკეთე, ჩემი სამშობლო არის დედამიწა და არა მარტო საქართველო და ქუთაისი. როგორც ყველა ადამიანი, მომავალზე რა თქმა უნდა ფიქრობს. განსაკუთრებით კი იმ ჩანაფიქრის განხორციელებაზე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნების დონეზეა. გეგმები კი მასშტაბურობით ნამდვილად სცილდება იმ არეალს, სადაც მისი მიკროსამყაროა. რის გაკეთებას აპირებთ? და აი ყველაზე დიდი სურვილი. რა გინდათ რომ გააკეთოთ სამომავლოდ? ჩემი ოცნება არის ქუთაისში, აი ზემავ ამბობდით, საუბრობდით, აი ეს არის ჩემი ოცნება, რომ ეს 50-მდე 57 ემატება რა, ყოველთვის ემატება, რომ შინწინ ერთი ფიგურა მივამატებ. ეს გავაკეთო და სანაპირო, რომელიც არის ჩვენ ისტორიულ თემასთან დაკავშირებით, სარდონავტიკასთან, იმიტომ რომ იცით რომ ყველაზე უძველესი თემა ეს არის და საქართველოში ჩემს სანაპიროზე ეს ზუსტად ესეთი წვრილი გადასასვლელი ხიდი გაკეთეს, სადაც გადაშაბი იქნება თავისი მოსაცმისი და მარჯვენა სანაპირო იყოს დატვირთული ბერძნული არქიტექტურით და მარცხენა ქართული არქიტექტურით. ეს არის ყველაზე ჩემი ოცნება, ყველაზე დიდი. და მინდა რომ მიშასნაირი კაცი ყავდეს ქუთაისში მეგობრის სახით და მასთან ერთად ჩათვალეთ რომ ამას ეს გაკეთება. სხვანაირად არ გაკეთდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდ კოლოსალ თანხებთან დაკავშირებული და ნუ თავარი მაინც მონდომება. ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერი ვიქნები, თუ არა, თუ ამ პროექტს მინდა მაინც განახორციელოს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ქუთაისი ყველასთვის საინტერესო იქნება.
იმიტომ რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ წინააღმდეგ და სამყაროს მოუწია ყოფა. მე ასე ვთვლი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. თუ სიცოცხლეში ვერ გავახორციელებ, თუ მე გააკეთებს, მაინც ბედნიერი ვიქნები და ამჟამად ახლა ესე არის, აქედან გავაკეთებ მხოლოდ ორი, მესამე იპოლიტე იყო და ეს პროექტი რაღაცნაირად მიითვისენ. მე მინდა გისურვოთ წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში და რაც ყველაზე მთავარია, მინდა რომ აგისურვოთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვისაც ალბათ საინტერესო რაღაცა იქნება. დიდი მადლობა და ძალიან ვიქნები, თუნდაც ეს თუ ესე მოხდება, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ფასეული და ჩავთვლი რომ ამ ცხოვრებაზე თულა არ მიცხოვრე. Thank you.